მოგესალმებით ეთერშია სტასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან დაშორება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ქართული ოცნება მეტად იკეტება საკუთარ თავში და მოსახლეობის ნებას სჭორდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წერს. ერთი წლის წინ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოხატა მტკიცე პროტესტი ქართული ოცნების მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სამწუხაროდ და საკმარისი არ აღმოჩნდა პროცესის შესაჩერებლად. საქართველოს დაშორება ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ქართული ოცნება მეტად იკეტება საკუთარ თავში და სჭორდება მოსახლეობის ნებას. დღეს საპროტესტო განწყობა საზოგადოებაში კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე იყო ერთი წლის წინ. დიდი წილადესი მხალხის შედეგია, ვინც განუწყვეტლად აპროტესტებს არსებულ რეალობას, აცხადებს მიხეილ ჯანელიძე. გახარიას პარტია იშლება. გახარია თავისივე პარტიის წევრებს პატივს არ სცემს. მთავარია მიღებული დავალება, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა შესრულდეს. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ზაზა თავაძის მიერ პარტია გახარია საქართველოსთვის დატოვებას გამოეხმაურა. მისთვის ადამიანს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მიღებული დავალება, რომელიც უნდა შესრულდეს ყველაფრის ფასად, განაცხადა გორდულაძემ. ცნობისთვის ზაზა თავაძემ პარტია გახარია საქართველოსთვის დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის პოლიტიკას ტოვებს და პროფესიულ საადვოკატო საკონსულტაციო საქმიანობას უბრუნდება. დიდ მადლობას გიხდით ყველა თანამოაზრეს, თანამებრძოლს, მხარდამჭერს და საერთოდ ყველას, ვისაც მოსწონდა ან მეტიც არც მოსწონდა ჩემი პოლიტიკაში ყოფნა. თქვენი მხარდაჭერა, კრიტიკაც და განსხვავებული აზრიც ყოველთვის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მხარდაჭერის, ნდობისა და თანამშრომლობისთვის. მუდმივად მიგულეთ თითოეული თქვენგანის მეოხად და გულშემატკივრად, წერს ზაზა თავაძე. გამაოგნებელია, რომ ქოც პროპაგანდისტებმა ამდენი იხმაურეს უკრაინული კორუფციის სკანდალზე, როცა ქოცნება თვითონ ერთი მთლიანი მოსიარულე კორუფციული სკანდალია. დღეს ნაბუმ დილიდან გაჩხრიკა ქვეყნის პრაქტიკულად მეორე პირის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ბინა. აი ესე მუშაობს ნამდვილი გამჭვირვალე დემოკრატია. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისივე თქმით, საქართველოსგან განსხვავებით უკრაინაში მოქმედებს ნამდვილი ანტიკორუფციული სააგენტო. უკრაინაში მოქმედებს ნამდვილი ანტიკორუფციული სააგენტო, რომლის შექმნაში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე მისი დღევანდელი დირექტორი სემენ კრივონოსი აქ წამოსვლამდე ჩემი თანაშემწე იყო, რომელიც პრეზიდენტის ახლო მეგობრებს და მთავრობის მოქმედ წევრებს იჭერს. აი ასე მუშაობს ნამდვილი გამჭვირვალე დემოკრატია თავისი ქმედითი ინსტიტუტებით, განაცხადა სააკაშვილმა. იგლჰილსი არის საპნის ბუშტი, რომელიც იქნება მექანიზმი შავი და თეთრი ფულის კონსოლიდაციისთვის. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცკიტიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში თავისუფალი სტუდია განაცხადა და განმარტა, რომ მათ შორის აღნიშნული პროექტის გამოყენება ივანიშვილის შავი ფულის გათეთრებისთვისაც მოხდება. როცა შავ ფულზეა საუბარი და ეს შავი ფული იკვეთება საქართველოში ასობით მილიონი, ამ შემთხვევაში ამ ფულის დაბინავებაზეა საუბარი, როგორ მოხდეს ისე, რომ ეს ფული შემოვიდეს საქართველოში და გათეთრდეს. ამასთან გვაქვს საქმე. განაცხადა ცკიტიშვილმა და დასძინა, რომ გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის ფულს. ეს ასობით მილიონი ხომ მასთან იყრის საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ივანიშვილს, განაცხადა მან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, არაბული ინვესტიციის პროექტი არის ყალბი სისტემა, შესაბამისად მასში ცკიტიშვილი ფულის გათეთრების სქემას უფრო ხედავს ვიდრე რეალურ ინვესტიციას. 2024 წლის 28 ნოემბერს კობახიძის ცნობილი განცხადებით ომი დეკლარირებულად გამოცხადდა ქართველი ხალხის წინააღმდეგაც, ჩვენი პარტნიორებისა და დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგაც. ეს ერთი წელი ყოველი დღე, ყოველი პოლიტიკური განცხადება ქართული ოცნებისა იყო ნასროლი ძალიან მძიმე ნაღმი ქართველი ხალხის ძალიან ხანგრძლივი სურვილისთვის. გამხდარიყო ევროპული ოჯახის წევრი. ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესის შეჩერების ერთი წლის შეფასებისას პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმი განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს უკუსვლის პროცესში ყველაზე ნაკლები პასუხისმგებლობა ევროკავშირს ეკისრება, რადგან მან კანდიდატის სტატუსით ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას ავანსად მისცა. გარდა ამისა, ანალიტიკოსმა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობაში საერთო ეროვნული ენერგიის აკუმულირება ვერ მოხდა, პასუხისმგებლობა ოპოზიციონერ პოლიტიკურ ლიდერებს დააკისრა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით ევროკავშირში გაწევრიანების რამდენიმე წლით შეჩერების თაობაზე ქართული ოცნების 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ პროტესტის ერთწლიან პერიოდში დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ხელშეშლის 400-მდე საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 300-მდე მიმდინარე წელს, 100-მდე კი 2024 წლის ბოლო ერთ თვეში. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაშია ნათქვამი ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი განსაკუთრებით მძიმე იყო ქართული კრიტიკული მედიისთვის, რომელიც ისედაც მწირი ფინანსური თუ ტექნიკური რესურსების პირობებში საპროტესტო პროცესებს ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებდა. კიდევ ერთი მავნე ტენდენცია, რაც ერთწლიანი საპროტესტო ციკლის პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას მედიის წარმომადგენლების ეგრეთ წოდებული გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დაჯარიმებაა. ბოლო 1 წლის განმავლობაში 40-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. დამოუკიდებელი მედიის გაქრობა საბოლოოდ დაასრულებს ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას და ქვეყანას დიქტატორული მმართველობის რელსებზე გადაიყვანს. ნათქვამია ინფორმაციაში. ნიკამელიას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეული ჯალათისთვის პოლიტიკოსების სახელით გაკეთებული საპროტესტო ჟესტია. ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. გვარამიას თქმით, ძალიან მალე ყველა ერთად გარეთ იქნება. ნიკას წელიწად ნახევარი მიუსაჯეს და კიდევ წელიწადზე მეტი ციხეში დატოვეს. ნიკას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეული ჯალათისთვის პოლიტიკოსების სახელით გაკეთებული საპროტესტო ჟესტია. ისეთივე როგორიც მედიის სახელით გარტყმული სილა მზია ამაღლობილის მიერ და ზვიად რატიანის მიერ კულტურის სახელით გარტყმული სილა პოლიცია ფორმაში გახვეულ რეჟიმის ჯალათებს. ჩემი მხარდაჭერა ნიკას და მის ოჯახს არა როგორც მეგობრის და თანამებრძოლის მიმართ, არამედ მებრძოლი მოქალაქისა და პატრიოტის მიმართ. ძალიან მალე ერთად ვიქნებით, ყველანი ერთად გარეთ. სანამ ვიბრძვით, სანამ არ გვეშინია, სანამ დაღლილობას და იმედგაცრუებას არ ვახვედრებთ სიზარმაცეს და შემგუებლობას, მანამდე თამამად და მტკიცედ და რაც მთავარია, სრულიად სამართლიანად შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ ვიმარჯვებთ. თავისუფლება ნიკამელიას, თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს, თავისუფლება საქართველოს, წერს გვარამია. ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. 2 პირის მიმართ გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიება გირაუ არის გამოყენებული. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან გადაიზინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. პროკურატურა დაკავებულების მიმართ კვლავ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორი ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მიმალვისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებზე საუბრობდა. შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატები დაკავებულების მიმართ 4,000, 5,000, 7,000 ლარიანი გირაოს გამოყენებას, ასევე დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებას შუამდგომლობდნენ. სამგორის რაიონში მოსკოვის გამზირის 18 ნომერში 3200 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა, სადაც 22 უკანონო ავტოფარეხისა და შემოღობის დემონტაჟი განხორციელდა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად გაიცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ჩვენ ვაგრძელებთ რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, გვინდა ყველა უბანში შევიდეთ და კორპუსებს შორის არსებული ტერიტორიები გავამწვანოთ და განვაახლოთ. აღნიშნა კახა კალაძე. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო გასართობის სივრცე. დამონტაჟდება დამცავი მოაჯირი, გარეგანათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე მოიწყობა საფეხმავლო ბილიკები. დამონტაჟდება სკამები და ურნები. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 450,000 ლარი გამოიყო. რკინიგზის სადგურებისა და სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის დაცვას კერძო დაცვითი ორგანიზაციები ვეღარ განახორციელებენ. რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დაცვა რკინიგზასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა იქნება. შესაბამისი ცვლილება სარკინიგზო კოდექსში შედის, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. როგორც ინიციატორი განმარტავს, დღეის მდგომარეობით რკინიგზის ინფრასტრუქტურის დაცვას ნაწილობრივ კერძო დაცვითი ორგანიზაციები ახორციელებენ, რაც მისივე შეფასებით სარკინიგზო უსაფრთხოების ერთიანობას საფრთხეს უქმნის. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩაფრინდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. რუსული მედიის ცნობით ორბანის თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. მოსკოვში ჩასვლა ომის გამო ისეთი მარტივი არ არის, როგორც ადრე, ამიტომ დიდი შემოვლითი გზის გავლა მოგვიწევს. დღეს რუსეთის პრეზიდენტს შევხვდებით, განუცხადა ორბანმა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე ბუდაპეშტის აეროპორტში. მისი თქმით, ევროპაში დიდი ბრძოლა მიმდინარეობს, დიდი რყევებით, ფასები სტაბილურად იზრდებოდა, რაც დასავლეთ ევროპის ოჯახებსა და ეკონომიკაზე ზეწოლას ახდენს. ამჟამად უნგრეთს ევროპაში ენერგოგამტარებლებზე ყველაზე დაბალი ფასები აქვს, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გვაქვს წვდომა იაფ რუსულ ნავთობსა და გაზზე, რომლებიც იაფია საერთაშორისო ფასებთან შედარებით, აღნიშნა ორბანმა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების გეგმის ძირითადი პარამეტრები მოსკოვის ჟენევის შეხვედრაზე განხილვის შემდეგ გადაეცა. ძირითადი პარამეტრები გადმოგვეცა, დიახ, განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას. გადაეცა თუ არა მოსკოვს უკრაინასთან დაკავშირებული გეგმა მას შემდეგ, რაც ის ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მისი თქმით, კრემლი უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების შესაძლო პარამეტრების ყველა დეტალს არ გაამჟღავნებს. ჩვენ ახლა ყველა დეტალს არ გავამჟღავნებთ და ფაქტობრივად პრეზიდენტი ამისკენ მოწოდებით გამოვიდა. ეს ყველაფერი განხილული იქნება, აღნიშნა პესკოვმა.
ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 128-მდე გაიზარდა. დაშავებულია 79 ადამიანი. ინფორმაციას BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ შენობებში 16 ცხედარი რჩება. ამასთან ათობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ოფიციალური პირების თქმით, ხანძარი ქვედა სართულიდან დაიწყო და ზემოთ ავიდა, თუმცა გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ დადგენილი არ არის და გამოძიება გრძელდება. ხელისუფლების ცნობით სახანძრო სიგნალიზაცია 8-ვე ბლოკში არაეფექტურად მუშაობდა. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დასრულდა. ოპერაციაში 2300-ზე მეტი მეხანძრე იყო ჩართული. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით მისი ადმინისტრაცია იმუშავებს მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან მიგრაციის სამუდამოდ შეჩერებაზე. ტრამპმა განაცხადა, რომ ის შეაჩერებს ყველა ფედერალურ შეღავათსა და სუბსიდიას არა მოქალაქეებისთვის, მიგრანტებს, რომლებიც ძირს უთხრიან შიდა სიმშვიდეს. მოქალაქეობას ჩამოართმევს და ასევე განახორციელებს ნებისმიერი უცხოელი მოქალაქის დეპორტაციას, თუ ის წარმოადგენს საზოგადოებრივ ტვირთს, უსაფრთხოების რისკს ან შეუთავსებელია დასავლურ ცივილიზაციასთან. სამუდამოდ შევაჩერებ მიგრაციას მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან, რათა ამერიკის სისტემამ სრულად აღდგეს. შევაჩერებ ბაიდენის მილიონობით უკანონო დაშვების დოკუმენტს. შევაჩერებ ყველა ფედერალურ შეღავათსა და სუბსიდიას ჩვენი ქვეყნის არამოქალაქეებისთვის. ჩამოვართმევ მოქალაქეობას მიგრანტებს, რომლებიც ძირს უთხრიან შიდა სიმშვიდეს და მოვახდენ დეპორტაციას ნებისმიერ უცხოელი მოქალაქისა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ ტვირთს, უსაფრთხოების რისკს ან შეუთავსებელია დასავლურ ცივილიზაციასთან, აღნიშნა ტრამპმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.